პირველი რაც მინდა კითხოთ არის პირველი ლიცენზიის ამბავი, რომლის მოსაპოვებლადაც მუშაობა დაიწყეთ 2018 წელს 8 თებერვალს მიმართეთ მაშინ გარემოსროლ სააგენტოს საირმეში სამონადირო მეურნეობის ლიცენზიის მისაღებად. ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში სახელმწიფო უწყებების მოთხოვნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სხვა ქვეუწყებების მოთხოვნით რამდენჯერმე დააკორექტირეთ, შეასწორეთ წარდგენილი რუკები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოქცეულიყო თქვენს მიერ მოთხოვნილი სამონადირო მეურნეობა. უკვე 2019 წლის 2 აგვისტოს შედგა აუქციონი, სადაც ვერ გაიმარჯვეთ და გამარჯვებული გახდა ვინმე არტემიდა, რომელსაც როგორც მოიკვლიეთ, იქ რაღაცა მტკნარი წყლის ლიცენზია ჰქონია 5 წლით. ეს გადაწყვეტილება მე თქვენ გაასაჩივრეთ ჯერ ადმინისტრაციული წესით, მერე სასამართლოში იმ არგუმენტით, რომ სამონადირო მეურნეობის ფარგლებში ექცეოდა კურორტის კუთვნილი რამდენიმე მიწის ნაკვეთი. და რომელიც თქვით, რომ თქვენი თანხმობის გარეშე მოხდა ეს სამონადირო მეურნეობის არეალში. აი აქ მინდა გკითხოთ, თქვენ ხომ თვითონ შეადგენთ სამონადირო მეურნეობის რუკა, რა ფარგლებში გინდოდათ რომ მოქცეულიყო ეს ლიცენზია, მუშაობის პროცესში ვიდრე აუქციონი გამოცხადებოდა, რამდენჯერმე დააკორექტირეთ ეს ამას, იმიტომ გაუსვი ხაზი, რანაირად დაუშვით არიცოდით, რომ თქვენი კურორტის საირმის კუთვნილი ტერიტორიები ექცეოდა სამონადირო მეურნეობის ლიცენზიის ფარგლებში, თუ უბრალოდ დარწმუნებული იყავით, რომ კონკურენტი არ გეყოლებოდათ და უცებ გაიმარჯვებდით და მე ეს პრობლემას არ შექმნიდა. ეს ყველაფერი იყო ჩვენი ინიციატივით გაკეთებული, ხო? ვიღაც ინიციატივა ხო უნდა იყოს გამოცხადდეს აუქციონზე. ინიციატივა იყო ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე იყო, რომ ეს ტყეები ავიღო, ყოფილიყო დაცული ეს ტყე, რომ კურორტის განვითარებას, ვთქვათ, საფრთხე არ დაემუქროს, ხო? ჩვენ არც გვიფიქრია იმაზე, რომ რატომ უნდა ბოლომდე შეიძლება ვერ გაგვესწორებია და მაგის თქვათ ბოლომდე არ ჩავსულიყავით სიღრმეებში, იმიტომ მე ვიფიქრე, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით. და თუ ჩვენ გავიმარჯვებდით, რა პრობლემა იყო? ჩვენ გავასწორებდით ჩვენ ქონებას, ერთ ხარეს და ჩვენ ვიქნებოდით და აქ ხარეს და ისედაც ჩვენ ვართ, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ აუქციონია შემოვიდა, არ გავყევით, გაიმარჯვა და მე მოთხოვეთ გასწორება და რამდენად რაღაც არ შედგა სწორი კომუნიკაცია, რომ წავედით სასამართლოში. ეგ იყო და ჩვენ როგორც ბატონთემმა როგორც ახსენა, ნამდვილად ჩვენ ვიყავით ინიციატორები და განცხადება იყო საირმის მიერ წარდგენილი, უბრალოდ ნახეთ დაკორექტირდა იმ ნაწილში და საერთოდ მე სასამართლო გადაწყვეტილებებსაც ნახავთ ალბათ სამი ინსტანცია ვიყავით მაგაზე. მან იყო თემა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დაკორექტირებდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიწერილი პასუხების შესაბამისად. ან პასუხისგება გადაგავთ გარემოსროლ სააგენტოს, რომ თვითონ არ მოიკვლია საკმარისად ინფორმაცია. და რატო? მარტო პასუხისგება კი არ გადამაგდო. ყველა კორექტირება რაც შეეხო, იმიტომ რომ იქ იყო ხარ მინერალური წყლების პოზიცია დაფიქსირდა, ხარ საწვავის პასუხი, ხარ წიაღის ეროვნულისა და იმათი პასუხების შედეგად ხდებოდა კორექტირება. რაც შეეხება თვითონ მესაკუთრეობის ნაწილში და მან გადაწყვეტილებას თუ კარგად გაიცნო, ნახავთ რომ მარტო ჩვენი საკუთრებები არ იყო. მე აღმოჩნდა, რომ იქ ან იმ არეალში სხვა ფიზიკური პირების საკუთრების უფლებებიც იყო რეგისტრირებული და ის ფიზიკური პირები მე აღმოჩნდით, ხო, არ ჩანდა არსად. იმ საქმეში, არ ვიცი, გადაწყვეტილებაში ყველაფერი ელახება. შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების და თავი და გამოკვლევის საფუძველიც იყო ზუსტად ის, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ სრულყოფილად გამოიყენო, მათ შორის საჯარო რეესტრის მონაცემები ჩართეო, გადაამოწმა და თუ ვინმე საკუთრების უფლება იქნება რეგისტრირებული, ის ამორიცხავა. და ახალი გადაწყვეტილება მიიღო. ახალი გადაწყვეტილება მიიღო. მოკლედ, იმ პირველი დავიდან, ახლა თქვენც ახსენეთ, იმ პირველი დავიდან ჩანს, რომ შესანიშნავად იცოდით, რომ იქ ადამიანები ცხოვრობდნენ, მათ შორის მთელი რიგი მიწის ნაკვეთებზე ჰქონდათ მამპაპისეული, ასე ვთქვათ, პატრონობითი უფლება, ხო? შეიძლება ჯერ არ ჰქონდათ იმ პერიოდში, პირველი დავის პირობებში კერძო საკუთრებად რეგისტრირებული არ ქონია ნამდვილად უმეტესობას, უმრავლესობას ეს ადგილი, მაგრამ იცოდით, იმიტომ რომ ისინი მესამე პირებად იყვნენ ჩართული თქვენსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის მიმდინარე დავაში. მე დამრჩა შტაბ-წვრილებამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად, რომ თქვენი მხარის ინიციატივით მოხდა იმ ხალხის მესამე პირებად შემოყვანა. ვინაიდან ესე იგი ვუშვებ, რომ კარგად იცოდით. თან თქვენ წეგან აღნიშნეთ, მეც ვნახე თქვენი ბიოგრაფია, ბაღდადში ხართ დაბადებული, გაზრდილიც
იქ 91-95 წლებში ხელმძღვანელობდით ფირმა ბაღდადს, მერე უკვე 2008-2012 წლებში იყავით მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბაღდადის საქართველოს პარლამენტში. მოკლედ იქაურობას კარგად იცნობთ. იცოდით, რომ იქ საიმის მიმდებარედ სხვადასხვა სოფელში, როგორც არის უდაბნო, მამანეთი, ტაბუცეთი, რაც მე ახლა მახსოვს, დასახლება და ვარქვათ, თუ გნებავთ, ხალხი ცხოვრობდა. იმიტომ რომ ის ხალხი მესამე პირად ყავდათ დავაში ჩართული. პრობლემა რაშია? იცოდით, ხო? არ პრობლემა სად არის? არ ვიცი რომ იქ ხალხი არიან, კი, ცხოვრობენ, მაგრამ რა იცით მათ შესახებ? გადასარევი ხალხია, საერთაშორისოც მუშაობდა ეს ხალხი, ძალიან კარგი ადამიანებია, უბრალოდ ჩვენ შეხვედრასაც თავიდანაც ვისაუბრეთ, რომ არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში ეს ხალხი. ის ყველაფერი მთელი ტერიტორიები არის სატყეო ფონდი. ეხლა თუ სატყეო ფონდიდან ამორიცხეს და ყველაფერი კანონიერია, ღმერთმა შეარგოთ ყველაფერი, ეს ჩემი საქმე არ არის. მე რა გითხრათ, აბა 5 ლარი რო ღირდა ერთი საწოლის გაქირება 2010-ში. დღეს 100 ლარი არის და მინიმუმ 70 ლარი. ხო, ბევრი საქმე გავაკეთეთ, ხო? ოპტიკა მყავს საერთაშორისოში და ან გულისხმობთ რომ სხვებიც აგებისირებენ თქვენ ბიზნესის პარტნიორებს. რა თქმა უნდა, მე იქ დღემდე აი ოფიციალურად საწესდებო კაპიტალის შენატანით 100 მილიონ ლარზე მეტი მაქვს შეტანილი. მე საერთოდ წელიწადში მიჯდება დაახლოებით 3.800.000 4 მილიონ ლარამდე. სარალი მაქვს. წელიწადში მიჯდება. აი ამდენი თანხა. ყოველ წელს რო შევინახო საერთოდ. წამგებიანია ამას. აბა რატომ ინახავთ? რა, იმიტომ ვინახავ რომ აი მომავალში რო განვავითარებ და თუ წარმატებული სათხილამო როგორ ვთქვა, სეზონურია. 3-4 თვე მუშაობს მეტი არა. ეხლა საერთაშორისო 20 კაცია დამსვენებელი. 320 თანამშრომელია. აბა როგორ იქნება მომგებიანი? შეიძლება 3 თვე მერე დანარჩენი 9 შეინახოს, არ გამოვა. ან კომპლექსის პერსპექტივიდან გამომდინარე და პლუს კიდე ის რომ თვითონ კურორტი როცა შედგა კურორტად ეს იყო პირველი სანატორიუმი ვაშენდა 1962-63 წლები ბაბუა ჩემის მამა ჩემის ძმა რაიკომის პირველი დივანი იყო მათი გაკეთებულია მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველი დივანი ჟავანაძე იყო და რაღაც ჩემს ოჯახთან არის დაკავშირებული და ცოტა თქვათ ესეთი ამბებიც არის. ვერ გადავწყვიტე, ხო, ვერ გადავწყვიტე გასხვისება, ვერ გადავწყვიტე იქაურობის მიტოვება და ბოლო 7-8 წელია ვიფიქრე მაგაზე მეთქი რა უშველო რა გავაკეთო, გავასხვისო, წამოვიდე, მივატოვო და ვიფიქრეთ რომ მოდით იქნებ სათხილამო რო გავაკეთოთ, იქნებ ზამთარი დავტვირთოთ რომ საერთმე ამ ვალებიდან ამოვიყვანოთ და არ იყო შესანახი ხა მე არ მინდა რომ ახლა ზარალი ჩემშვილებს დაუტოვო, ხო? ხო, სორია. მინიმუმ ფული მაინც არ უნდა მიდიოდეს, თუ თქვათ მოგება არ იქნება. გავიგე ბატონო თამო, დავას მინდა დაუბრუნდე. კი ბატონო. მოკლედ საქართველოს სასამართლომ როგორც ვიცი, თქვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მე საპელაციომ დატოვა, უზენაესმა სასამართლომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მთლიანად ძალაში დატოვა და უზენაესმა გადაწყვეტილება დათარიღებულია 2022 წლის 17 მარტით, როგორც ვიცი. უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან რამდენიმე დღეში თქვენი კურორტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მიდის გელა სოსელიასთან და მას თხოვს მისი კუთვნილი უკვე კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული მამპაპისეული ნაკვეთის დათმობას ან გაცვას ან რაიმე გზით ისე რომ ის თქვენს საკუთრებაში აღმოჩნდეს ასე ვთქვათ რა ინტერესი გქონდათ გელა სოსელიას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რა განსაკუთრებულ ამბავში ჭირდებოდა მხოლოდ ის რომ თქვენი თერმული წყლის სპა-ცენტრიდან 150 მეტრში ანუ 100 ახლოა ეგ იყო ინტერესი თუ რამე სხვაც არა 150 მეტრში არ არის მოდი ჯერ ერთ დავიწყოთ იქიდან ჩვეულებრივი ამბავია შეიძლება ვინმე მოვიდეს ახლა და მითხრას რომ აი თქვენ ტერიტორია ხომ არ გაცვლიდით რაიმე უკეთეს პირობით და შეიძლება ისეთი მაგარი პირობა შეუმთავაზოს მიუხედავად იმისა რომ ნულიდან ავაშენე მარტო დავიწყე ყველაფერი შეიძლება გავცვალო რაღაც მაგარ წინადებას ჩვეულებრივი ამბავი ამაში ცუდი არაფერი არ არის აქედან დავიწყოთ მე ვიფიქრე რომ ეგ იქნებოდა შეიძლება კითხვა ყოფილიყო და იცით იქ რა ხელა საშუალება აქვს საერთმე რა არის საერთმე არის სამკურნალო წყლები თერმული წყალი სამკურნალო გელას ოსელიას სახლის
გვერდით დაახლოებით 25 მეტრში არის ჭაბურღილი. დიახ, ნახეთ. იქ არის აშენებული თავისი, რა ვიცი, სახლი და ღია წესით ტუალეტი. ეს ყოლა დაუშვებელია. ყოლა დაუშვებელია. მე ამიტომ გითხარით, რომ არ უნდა წავახალისთოს ეს ხალხი გავს რაღაცებში. აი, აგერ არის ნაჩვენები, სად არის მაგათი მიწები და სად არის წყაროები. ორი წყარო არის და რამდენად ახლოს არის. არ შეიძლება ეს რა ეს ამა შეიძლება დააბინძუროს. მე რომ მივედი საირმეში მაგალითად ნომერი მესამე წყარო დამხვდა დაბინძურებული. იქ იყო ქოხები უამრავი და ის ქოხები ავიღეთ. აი 2011 წლის საირმე 10 წლის უпростоრად რა მდგომარეობა იყო. აი ეს კურორტი, აი ეს კურორტი აი რა იყო და ძველი რეაბილიტაციამდე პერიოდს გულისხმობთ, ხო? მე რომ მივედი 2010-ში. ავიღეთ და გადავარჩინეთ მესამე წყარო. ეს არის ახლა საცხობი სადაც არის ის ადგილი. აი ცხებოდა პური. ეს ყველაფერი იყო სახელმწიფო. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი იყო ყველაფერი და ნუ რა ვიცი მე მგონია გადავარჩინეთ და მაგარი კურორტი გავაკეთეთ. ანუ ესე იგი როგორც მივხვდი გილას ოსელიასთან მიმართებით ის გარკვეულ საფრთხეს ქმნის მისი მეურნეობა იქ თერმული წყლების საფრთხეს ქმნის. თვითონ სახლის საფრთხეს არ ქმნის თუ მაგალითად ფუტკარს დასვამ ან საქონელს თუ აძოვებ ეგ არ არის პრობლემა მაგრამ როგორც კი ჭაბურღილიდან 25 მეტრში 30-ში და ამას თავის წესები აქვს 40-ში და 50-ში და რო ღია ტუალეტი გექნება ეს საფრთხეა დაბინძურების და რადგან თქვენ თვითონ მოიყვანეთ მაგალითად ტუალეტით შესაძლო დაბინძურება ხო არავის მიუმართავს თქვენი კომპანიიდან რომ მას ისე მოეწყო ეს ტუალეტი ცხადი ადამიანი თუ ცხოვრობს ტუალეტის ჭირდება რომ წესები დაცული ყოფილიყო და ეს საფრთხე მოსულიყო ეგრე არ უდგებია ეგრე არ უდგებია მაგას ფულის დახარჯვა უნდა ეგრე არ უდგებია დენიც კი არ გააჩინა და მე მივეცი მე მივეცი ესეც სრული რაღაც კაბელით გადის ხო თავის მერცხელი დააყენა მაგრამ მე მივეცი მე ხო ხელი არ შემიშლია მაგის განვითარებისთვის არაფერი მაგრამ რახანესი აკეთებ და შეიძლება მე დივიზიანი მომაყენო არა მარტო მე კურორტი შეიძლება გაანადგურო ეხლა მაგარი ბუნება ჩვენ აგერა გვაქვს 30 კილომეტრში თიანეთში ცუდი ბუნება გვაქვს შესანიშნავი ხო ყოფილი ვარ და გადასარევი ბუნება მაგრამ არა გვაქვს სამკურნალო წყლები არა გვაქვს მინერალური წყლები და არ გამოვა როგორც კურორტი შეიძლება გამოვიყვანოთ მაგარი რაღაცა მაგარი ჰაერით და შემდეგ შეიძლება მთელი კურორტი დააზიანო ხო მოდი მაშინ მეგობრებო რომ მონაცვლეობას გავაკეთებთ შევისყიდით ვინმე ძალდატანებით მიმართა ვინმე მამამის კი არა ბიძა მისი ვინც იყო ძალიან კარგად ვიცნობთ გადასარევ ადამიანი იყო გეოლოგი ინჟინერი ვინც ჭაბურღილები გააკეთა თავის დროზე 60-იან წლებში კარგი სპეციალისტი და მიყვება და რა იყო და როგორ ამოვიდა სტუდენტი იყო მე დარჩა მე იმუშავა ჭაბურღილები გააკეთა რამდენზე გაბურღა მე მაინტერესებდა ამიტომ რომ ჭაბურღილები მოვლა უნდა ხლა გაწვენდა უნდა და მინდა გერმანელები ჩამოვიყვანო და კიდე თავიდან გავიაროთ ყველაფერი და შემცირდა წელს რაოდენობა და მითხრა რომ პატარა მინდორი იყო და მე ღამეს ვათევდიო და მე რაღაც ქოხი გავაკეთებათ სატყეო ფონდი იყო ეს თლიანად უახლოესი სოფელი არის 12 კილომეტრში იქ საზოვარი დღემდე უბრალოდ სახნავსად ეს დღემდე არ არის იქ სოფელი არ ყოფილა საერთოდ მაგრამ არასდროს არასოდეს მაგრამ ხოლმე არ შეხებია ალბათ ირიქით ხო უამრავი სარგებელი მიიღეს და დღემდე სარგებელს იღებენ ეხლა ზემოთ არიან კიდე ვაცხოვრებლები ოპტიკაც კი ამყავს იმათთვის კი ბატონო ნახეთ მას შემდეგ რაც თქვენი უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა კომპანიის ცხადია მიიღო უარი ოსელიასგან ამ მიწის მონაცვლეობაზე კი ბატონო როგორც თქვენმა იურისტებმა შემოგთავაზეს ამ უარის შემდეგ უკვე მას იბარებს ბაღდადის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე თავისი სურვილით იბარებს ამას თუ თქვენ სთხოვეთ ან დაავალეთ თქვენი კავშირების და გავლენების გამო არა მე არ ვიცი რა ამიტომ თქვენ ხაზი გაუსვით რომ ამ ძალდატანებას ხომ არ ქონია ადგილი ერთხელ რომ ადამიანმა უარი თქვა მე უკვე თამდეობის პირი რო იბარებს მას მეორე იგივე თქვა არა იბარებს ახლა შეიძლება ეს ესე თქვა არა კი არა იბარებს გაესაუბრა რომ აი ხომ იმიტომ რომ კურორტს ჭირდება მოდი ხელი არ შეუშალოთ განვითარებას ან არ დავაზიანოთ არ დავაბინძუროთ იქაურობა და უკეთეს კოტეჯს აგიშენებენ უკეთეს გავიკეთებენ გაცილებით უკეთეს ოღონდ მოვაცილოთ იქ ხო მოვაცილოთ ეს დარწმუნებული ვარ თხოვნის სტილში იქნებოდა და არანაირი გამორიცხული მე კარგად ვიცნობ კახას და
გამორიცხულია რომ რაიმე მსგავსი ეთქვა. ხო, მაგრამ თავისთავად ადამიანს მოქალაქეს ერთი უარის შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტის მერი ხო? პირველი პირი რომ არის, ამას არ აქვს. არა, გამორიცხულია გატყუილია იძულების მცდელობის ხასიათი? არა, მოდი მეორე მხარესაც შევხედოთ. დინარის კალაპოტში. ჭაბურღილიდან 20 მეტრში, 25 მეტრში. ღია ტუალეტს ვაკეთებ და რაღაცას ვაშენებ, მე ცხოვრობ იქა. დასაშვებია ეს, ხო, არ შეიძლება ამის გაკეთება. ხო, შეიძლება კურორტი დააზიანო და გაანადგურო ყველაფერი. და ამ პრობლემის აღმოფხვრად მოგვარება თქვენთვის არ მგონია დიდ პრობლემას წარმოადგენს, მათ შორის მათთან სწორი კომუნიკაციის პირობებში. ხო, მაგრამ ჩემთვის მე რა უნდა გავაკეთო, კანალიზაცია გავუკეთო. ეს მოცემულობა ხო ქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ორჯერ გავუსვით ხაზი უკვე. არ უნდა აშენო, არ უნდა გააკეთო, არ უნდა შეიყვანო შეცდომაში ხალხი და არ უნდა დაისაყუთრო სატყეო ფონდიდან მიწები. შეცდომაში ხალხი შეყვანილი. ყველა ვინც ის გაუფორმა ხო? მე რომ მივედი სახელმწიფო საკუთრება იყო ყველაფერი. 2010-ში თუ ერთად. 2010-ში შემოდგომაზე რომ გადაწყდა და ჩავედი, ყველაფერი სახელმწიფო საკუთრება იყო. მაგრამ მე არ გამიმახვილებია ყურადღება რა ხან სახელმწიფო საკუთრება შევხედე რომ ადამიანი ღამეს ათევდა, რაღაც ქოხი ქონდა. მე თქვი, კარგად იყავით. მერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. მე ხო არავისთვის არაფერი არ მithქვია. მე შემეძლო, მაშინვე შემეძლო რომ სახელმწიფო იყო და წავაბეღო. იმიტომ რომ მე ინვესტიციით შევედი, მე ხო არავის უჩქებია ჩემთვის ეს. მე პირველივე წელს $10 მილიონი დავხარჯე. პირველივე წელს და გაჩვენეთ რა იყო და რა არის დღეს საერთოდ ხო ეს სახელმწიფომ გადმოგცეთ სიმბოლურ ფასად და ალბათ ინვესტიციის პირობად ხო? დიახ, ჩვეულებრივი ნორმალური გადასარევი ამბავია, ხო? კი ბატონო. მაშინ რაც სოციალიზმი ესე უარი თქვა ამ მიწის მონაცვლეობაზე, მალევე მას იბარებს უკვე პროკურატურა გამოკითხვაზე, შემდგომ მას უკვე ბრალი წარუდგინეს თაღლითობის მუხლით, მასთან ერთად კიდევ 14 პირს, ჯამში 15 ადამიანს, რაც დავთვალეთ და შემდგომ უკვე მაისში მას აღკვეც ხონისების სახით შეუფარდეს გირაო. ეს ყველაფერი აი ეს პროკურატურის გამოკითხვაზე დაბარება, მისთვის და კიდევ სხვა იქაურებისთვის ბრალის წარდგენა, მათთვის აღკვეც ხონისების სახით უმეტესად გირაოს შეფარდება, რაც უნახე გადაწყვეტილებები ხდება, მაშინ რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო ასეთი განჩინება. აი ეს 17 მარტით დათარიღებული განჩინება, რაც წერან თქვი, რომ დაავალა გარემოსერონ სააგენტოს ახალი გადაწყვეტილების მიღება თქვენი საჩივრის, თქვენი სარჩელის საფუძველზე. აი ეს თანმიმდევრობა, რაც მე ჩამოვთვალე ახლა, რომ უზენაესას მოწამ განჩინების შემდეგ ადამიანებს, ვინც იქ კერძო საკუთრებას ფლობენ უკვე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იბარებენ ჯერ გამოკითხვაზე, შემდგომ ხდება მათთვის ბრალის წარდგენა, შემდგომ აღკვეც ხონისების შეფარდება, იმის მიუხედავად, ჩვენ ნახეთ დოკუმენტებში, რომ გამოძიება არის დაწყებული დეკემბერში, ანუ 3 თვით ადრე, ვიდრე ეს პროკურატურის მხრიდან დაბარება მოხდებოდა. ეს ყველაფერი უბრალოდ თანმიმდევრობაა და არა ის, რომ შესაძლოა სახელმწიფო უწყებები თქვენს ინტერესებს ითვალისწინებდნენ. არა, მე ჩემ ინტერესებს და ფეშოში არ არის. მე თვითონ გვიან გავიგე რომ მაგათ ეს ქონდათ უკვე, როგორც კერძო საკუთრებად დარეგისტრირებული. მე რახან ეგრე მე წავიდა საუბრები რომ აი კოხოძე რაღაც ხო, მე მოვიკითხე ეს ყველაფერი და გაცილებით ადრე იყო დაწყილი პირველად თუ არ ვცდები რაჭაში, მსგავსი მიწები იყო დასაკუთრებული რაჭაში. ჩვენ გუმშავება ამ თემაზე ვიცი მე კარგად და იქაც ხიდაშელის მიერ სამონიდრო მეურნეობის ლიცენზიის აღებას უკავშირდებოდა დავის დაწყება და ადამიანის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა. კარგად ვიცი ეგ საქმე. ეგ შეიძლება რაღაც უკავშირდება, მე არ ვიცი, არც ვიცნობ ახლა. ან იქაც სამონადირო მეურნეობას დაუკავშირდება რაჭაში. აქ საუბარი რაზე რა მიწებზეა საუბარი რომ მაგალითად რაჭაში, მაგალითად ავტობანის გასწვრივ მიწების აღება და საკუთრება ხლა არავინ არ გარბის სადღაც ტყეში და არიღებს მიწას, ხო? რატო ავტობანის გასწვრივ, რატო ჭაბურღილის გასწვრივ ან პაციენტი, ხო, სარგების პაციენტრის ახლოში თვითონ სასტუმროს გვერდით რომ აი შემოღობეთ და ბაბუა ჩემის იყო და ორი კაცი udasturებს რომ ბაბუა ჩემის იყო, კი, ლობიოს ერთად ჭამთ რაღაცები, ეგ ხო ვიცით როგორც ხდება და რაც ხდება, ხო? არანაირად ხა მე რა ვიცი, მე ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე გვიან გავიგე გამბავი რომ ამ ადამიანებს გამოძიება იყო დაწყილი და ასე შემდეგ. არანაირად ეგ შეიძლება რაღაც თარიღები, მაგრამ მე ვიცი რომ ადრე დაიწყო ეს ყველაფერი გაცილებით ვიდრე საირმე ყველაზე გვიან იყო, გაცილებით ადრე დაიწყო.
ავტობანების გასწვრივად ძალიან ბევრი მიწები არის თქვათ აღებული, რა ვიცი, ზოგი კანონი, ზოგი უკანონო, ზოგი კანონი, არ ვიცი, მაგაში ვერ შევალმე. თქვენი კომპანიიდან არ ყოფილა საჩივარი სატყეო სააგენტოს მიმართ, რომ ამ ხალხს უკანონოდ ქონდა დაუშვათ რეგისტრირებული. არა მგონია, ჩვენ არ დაგვიწერია არა, გამორიცხული. თქვენ არ დაგიწყიათ ეს დავა? არა, გამორიცხული, ახლა მაგ ხალხზე როგორ დავწერ რამეს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დამიზიანოს ჭაბურღილი, რა ვიცი, მე შევხვდი ერთი თვენახევრის წინ, მათ შორის გელას ოსელიაც ესწრებოდა, თოლორდავები იყვნენ ზემოდან, ყველა შევხვდი და უთხარი რომ მეგობრებო, რა შემიძლია დაგეხმაროთ, როგორ ან პირიქით, მეგობროთ უამრავი საქმე მაქვს საკეთებელი, თქვენც ისარგებლებთ, თქვენი მიწა თუ გუშინ 5 ლარი ღირდა, ხვალ 100 დოლარი ღირება, პირიქით, მე შევხვდი თვენახევრის წინ, როგორ რას ლაპარაკობ? ან თქვენი კომპანიის ხელმძღვანელები არ უჩივიან ამ ხალხს. არა. მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კურორტ საირმის წარმომადგენელი ოთარ გაჩიჩილაძე უჩივის საირმის მცხოვრებ ბეფხია მესხიას, თითქოს მან სასტუმროს უკანა ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა. და შემდგომ უკვე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შედგენილი აქტიც გვაქვს, სადაც ეს დეპარტამენტის თანამშრომელი წერს, რომ კურორტ საირმეში გამოცხადდა შეტყობინების საფუძველზე, დახვდა კურორტ საირმის წარმომადგენელი ოთარ გაჩიჩილაძე, მის განმარტებით მან აღმოაჩინა, რომ ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის სატყეოს, არის თვითნებურად შემოკავებული დაუფლების მიზნით და აღნიშნულ ფაქტზე ითხოვს რეაგირებას. შინაარს ერთ-ერთი შემთხვევა სწორედ იმას, რასაც სატყეო ედავება ხალხს, რასაც თქვენი წარმომადგენელი ედავებოდა მესხიებს. ეს ნაკვეთი ვნახეთ ჩვენ, ადგილზეც ვიყავით, ის ფულად სასტუმროს უკან ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ფეხით ავედით და თვითონ დავათვალიერეთ და ამ ნაკვეთში ვნახეთ, რომ ამ ვეფხია მესხიას ყავს რამდენიმე ოჯახი თუ არ ვიცი, რაღაც რაოდენობის სკააკს, სადაც ფუტკარია, ხო? და სულ არის 413 კვადრატული მეტრი და როგორც მან განმარტა, ჩვენ ვკითხეთ მას, რომ რატომ ქონდა სატყეო ფონდში, სატყეოს ტერიტორიაზე ეს ადგილი ეკლიანი მავთული ჩამოფარგული და თქვა, რომ ეს ფუტკარი რადგან იქ ხავს, საქონელი უზიანებდა ამ სკებს და ამიტომ შემოფარგლა და ახლა იჯარაც აქვს ოფიციალურად 5 წლის ვადით. ან კითხვა არის ასეთი, რომ ვინაიდან ახლა ოთარ გაჩიჩილაძეს განყენებულად ვერ განვიხილავთ, ის მაინც თქვენი კომპანიის წარმომადგენელი არ არის გიგი პირი, ხო? თან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. აი რა პრობლემას ქმნიდა ეს თქვენთვის, რომ საირმის ერთ-ერთ ძირძველ მკვიდრ ოჯახს ტყეში მათი სახლისკენ მიმავალი ბილიკის პირას რამდენიმე სკა ჰქონოდა. ან როგორც ოთარ გაჩიჩილაძე უთითებს, რომ ნახეთ, სიტყვასიტყვით არის თვითნებურად შემოკავებული დაუფლების მიზნით ეს ასე ვთქვათ შემადგენლობა აქვს გამოკვეთილი. აი როგორ დაეუფლებოდა მესხია ამ ნაკვეთს კონკრეტულად ამ 413 კვადრატულ მეტრს, სადაც არანაირი მშენებლობა, ნანგრევი, ან სხვა რამე ასეთი არ არსებობდა. ამ ტყეში მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ და სხვა არავინ? არა. ჩემი ყოფნა მე გითხარით, რომ უზარმაზარი სარგებელი მიიღო ყველამ, ხო? სარგებელია, ხო? იმათი ქონების ღირებულება გაიზარდა და შემდეგ. ხო, რა ქონებას თუ არ ღირებულებაზე საუბრობ? არა, ყველაფერს უნდა კანონიერი უნდა იყოს ყველაფერი, რომ შედიხარ რაღაცა შემოფარგლავ, ეგრე არ არის. შენი თუ არის შემოფარგლე, ჯერ შენი უნდა გახდეს, მე უნდა შემოფარგლავ, რომ შემოფარგლავ და მე რო იწყებ იმის დაკანონებას, ეგ ცოტა სხვა რამეა. რაც შეეხება ოთარ გაჩიჩილაძეს, მე მის მოქმედებას ვამართლებ, იმიტომ რომ არ არის შორს ის სასტუმროდან და თუნდაც ცოტა შორიც რო იყოს. ეხლა ჩვენ ვიცით, ახლა მე ვერ ვიტყვი რომ მანდამაინც რა ქვია, ვეფხო მესხიას რომ მანდამაინც ის გააკეთებდა, მაგრამ იქ ხალხი ამოდის, მე იწყება ცეცხლის დანთება, ღრეობა, მწვადები შეწვა, რაღაცეები და ამას დავუტევთ რომ ხანძარი არ გაჩნდეს ტყეში. თუ ხანძარი გაჩნდა საირმის ტყეში, იქ აღარც სასტუმრო დარჩება, მე აღარც კურორტი დარჩება, არაფერი არ დარჩება. ჩვენი მიზანი ეს არის. და თვითონ კურორტის უსაფრთხოების უფროსის მიზანიც ეს იყო. მე დარწმუნებული ვარ. მე ზუსტად ეს არ მახსოვს. არავინ გაიჭაჭანოს ეგ? არა, რომ ხანძარი არ გაჩნდეს, მათ შორის ხანძარი არ გაჩნდეს. თუ ხანძარიც არ გაჩნდება ალბათ. თუ არავინ არ შევა, რას ნიშნავს ხეცო? ანუ ხანძარი ხო ვიღაცამ უნდა გაჩნდეს. არა, ხო და ვინოს მე ნუ შემოფარგლე. შენ რო შემოფარგლე რაღაც საკეთებ, ესე ხო შეიძლება. ამიტომ თუ შენია შემოფარგლე, მეგობარო, ვერავინ ვერ დაგიშლის. ანუ ეს საჩივარით მეთან იყო შეთანხმებული. მე ვერ ვიხსენებ მაგას, მაგრამ ჩემი აზრით მან ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების დაცულობის მიზნით არის ეს ყველაფერი გაკეთებული კურორტის მხრიდან.
რამდენჯერმე აღნიშნეთ მიმდინარე ინტერვიუს დროს, რომ აი ეს ხალხი უკანონოდ შემოფარგლა, არ შეიძლება და ასე შემდეგ. ანუ ხაზი გაუსვით, რომ თუ შენია შემოფარგლა, შენი საქმეა. ხაზი გაუსვით, რომ ამ ხალხს იქ რაიმე საკუთრებითი უფლებები არ აქვს. იმიტომ რომ ეს მთლიანად არის სატყეო ფონდი, ეს რამდენჯერმე თქვით. აქვთ. დღეს აქვთ. არ ქონდათ ადრე. მე რომ მივედი არ ქონდათ. მაგრამ ახლა როგორი აქვთ? ეთანხმებით რომ დანაშაულებრივი გზით აქვთ რეგისტრირებული? ეგ არ ვიცი მე, ეგ ჩემი საქმე არ არის. ახლა ეგ მე ვერ ვიტყვი მაგას იურისტიც რომ ხო არ არის ეგ ჩემი საქმე, უნდა დაადგინოს სასამართლო. ზუსტად ამას უკავშირდება ჩემი მომდევნო კითხვა. თქვენ წერან ასევე თქვით რომ თქვენ არ ყოფილხართ დაინტერესებული რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღწევთ. არანაირად. აი ნახეთ რაღაც დოკუმენტები შევისწავლეთ ასევე ჩვენ. ჯერ კიდევ 2010 წელს კურორტ საირმეში დაახლოებით 20-მდე ადგილობრივმა ერთი კვირის განმავლობაში სახელმწიფო საჩუქრად გადასცა უძრავი ქონება. საერთაშორისო გამჭირვებას საქართველოს იმდროინდელი 2012 წლის ანგარიშიდან ამოვიღეთ ეს ინფორმაცია. დაზარალებული მესაკუთრეები მაშინ საუბრობდნენ რომ პროკურორი კახა სვანიძე მათ მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის შუქებას აიძულებდა. საბოლოოდ ეს წართმეული მიწები ახლა თქვენს საკუთრებაშია მოქცეული, რაც უნახეთ ამონაწერების მიხედვით. მე ვერ გეტყვით მაგის კანონიერება როგორ იყო, რაღაც ართვის ვის. ხო, თავისთავად ეს ფაქტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გეტყვით რა კონტექსტში რა კითხვას ვსვამ. ახლაც ის ნაკვეთები საირმეში, რომლებიც პროკურატურამ კერძო მესაკუთრეებს ბრალდების წარდგენის, საპროცესო გარიგების და საპროცესო გარიგების გზით, ან მოკლედ განჩენის გამოტანის შემდგომ დააბრუნებინა სახელმწიფოსთვის, ანუ საპროცესო გაუფორმეს, აღიარებინეს რომ თითქოს დანაშაული ჩაიდინეს და დაითანხმეს რომ ეს ნაკვეთები, რომლებსაც თითქოს თაღლითური გზით დაეუფნენ, დაუბრუნეს სახელმწიფოს. ეს ნაკვეთებიც არის უკვე 59 წლის ვადით გაცემულ სალიცენზიო არეალში 30+19. ხომ ასია პირობა რომ 30 წლის განმავლობაში ყველა პირობა შეასრულოთ 19 წლის განმავლობაში გემატებენ. წეღანაც გკითხეთ მე და თქვენ გამეცით პასუხი, მაგრამ უფრო სიზუსტით მინდა. ანუ იქაური ხართ, იქ დაბადებული, ბაღდადის მაჟორიტარი იყავით 4 წლის განმავლობაში. არ იცოდით რომ კურორტ საირმის მიმდებარე სოფლებში, მამანეთში, უდაბნოში, ტაბუცეთში, მესხიების, ფიფიების, სოსელების ოჯახები 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ? კი ვიცოდი, მე დამხვდები ხალხი. და ყველას სამსახური ყველაფერი შევთავაზე, მუშაობდნენ კიდევაც, მათ შორის ციური ფიფია, საირმეში მუშაობდა საცხოში. და სხვაებიც, გელასოსელიაც მუშაობდა, მე მგონი კარგი საქმე გაუგეთეთ ყველას. და დღემდე კარგ საქმეს უგეთებთ. მაგრამ იცოდით რომ ეს ხალხი და მათი წინაპრები იქ იყვნენ, მაგრამ რამდენად კანონიერად გამიგია წლის განმავლობაში ამ ტყეში ცხოვრობდნენ. გამიგია კი, გამიგია კი, რომ იქ იყვნენ. იმ დოკუმენტებს არ იცნობთ, რაც ადასტურებს რომ ნამდვილად იქ ცხოვრობდნენ? არ ვიცი. აი მაგალითად ციური ფიფია, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელსაც პირადადაც იცნობთ, როგორც მე ვიცი, რომლის ოჯახსაც საარქივო ცნობებით მამანეთში ჯერ კიდევ 1900 წელს, ანუ 124 წლის წინ, ხომ? აქვს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი, ქუთაისის არქივის ცნობის თანახმად. ბაღდათის მერიამ ჯერ კიდევ 2015 წელს თხოვა მთავრობას ის ფონდის საზღვრების კორექტირება, რომ ფიფიებს მამაპაპისეული მიწა კერძო საკუთრებად დაერეგისტრირებინათ. ის ნაკვეთებიც, სადაც თქვენ სასროლეთი და საჯინიბო გაქვთ ახლა მოწყობილი, ციური ფიფია ამბობს, რომ მათი ოჯახის მამაპაპისეული საკუთრება იყო. ბაბუა ჩემსაც ჰქონდა ბაღდათის ერთ-ერთ სოფელში უამრავი მიწები, მაგრამ რა გავაკეთო მითხარით. მე გადმომცა სახელმწიფომ და სახელმწიფომ აიღო სახელმწიფო საკუთრება და გადმომცა და განმავითარდა 10-ობით მილიონი ჩავდა და რა გითხრათ აბა? მე როცა მე ეს გადმომცეს ინვესტიციის ქვეშ მე საერთოდ არ ვიცნობდი ციური ფიფიას. და ვერ შევგებოდი პროკურატურამ თუ აიძულა უკვე კერძო მისაკუთრეები, რომელთა ქონებაც დაყადაღებულია, თუ აიძულა ისინი, რომ ვითომ თაღლითური გზით დაუფლებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოსთვის დააბრუნებინა. თქვენ პრობლემას არ გექმნით, რომ ეს ნაკვეთები მიიღოთ საკუთრებაში, მათ შორის სამონადირე მეურნეობის ფარგლებში, სარგებლობაში. ეს ჩემი დავალებით არ ხდება, ვერც დავალებ ვერავის, არა მაქვს მოგდენი გავლენები და რომც კონდეს მაგას არ გავაკეთებ. ეგ არის სასამართლოს გადასაწყვეტი. რამდენად კანონიერია. თუმცა ჩვენ როცა ლიცენზიას ვიყევით, იქ გავაკეთეთ ჩანაწერი ასეთი. და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც პირველ შემთხვევაში არ იყო. შემდეგ აი ამ მეორე თუ ახლა ლიცენზიაც ავიღეთ, რომ თუ კი ვინმეს დაურეგისტრირება, მომავალშიდაც კი, ჩვენ მზათავართ ამოვჭრათ და გადავცეთ.
ამოვჭრით და გადავცემთ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას თქვათ ალბათ არ გააკეთებდა არავინ, ხო? იმიტომ რომ ჩვენი გათხრობა მე მილიონები უნდა დავხარჯო იქ. და აი მომავალში ვიღაცას რომ დაურეგისტრირდება რაღაცა, ხო, სახელმწიფოს მიერ. და იმას გადავცემ. ჩვენ ჩანაწერი გავაკეთეთ ოფიციალურად. აუცილებლად უნდა შევეხო ხმის მიერ მომზადებულ და სასამართლოში შეტანილ 2023 წლის სარჩელს გილესოსელიას, ვალიკო მესხიას და ზურაბ თოვლორდავას წინააღმდეგ. ისინი ცილის წამებაში დაადანაშაულეთ რადიო თავისუფლებასთან გაკეთებული განცხადებების გამო. ვარაუდს გამოთქვამდნენ და აზრს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება თქვენს ინტერესებს ემსახურება. და ეს განცხადება მიიჩნიათ ცილის წამებად, რომ თითქოს ის სახელს კითხავთ საქმე რეპუტაციას კიდახავდათ და მოსთხოვეთ ნათქვამის უარყოფა. არა, ერთით რა იყო ამის მიზანი? ლანძღავს და ჩემს რეპუტაციაზე მოხმედებს. მე ჩემს უკან არის 3000 ადამიანი გვიცნობს, რა ვიცი, სოფლიოს ალბათ 10% მაინც დიდი კომპანია ვართ. ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახმებელიც და ამ შემდეგ და მე ამ კომპანიის დაფუძნებელი ვარ და ეს ჩემ იმიჯს ძალიან ცუდად აზიანებს. მაგრამ ის განცხადებები მე ციტატებიც ამოვიღე თოვლორდავას, სოსელიას და მესხიას განცხადებებიდან. ხო და დღევანდელი მოცემულობით. დიახ. აი დღევანდელი მოცემულობით რა იყო იქ არასწორი? ანუ სადაც რომ გელასოსელიას კერძო საკუთრება გადმოეცა თქვენთვის კი ბატონო მონაცვლეობის ფორმით. ფიფიების მამაპაპის ეულადგილზე როგორც თვითონ განმარტავენ, გაქვთ აშენებული სასროლეთი და საჯენიბო მას შემდეგ რაც ის სახელმწიფომ ეხლა სადაც ვარ ჩვენ თქვენ გადმოგცემთ. ეხლა სადაც ვარ ჩვენ. სანადირო მეურნეობის ლიცენზიაც მოიპოვეთ ბატონო ხომ ასეა. სადაც ვარ ახლა. დიახ. ვიღაც იყო ხო 100 წლის წინ. ანუ ის ხალხი ზუსტად ეჭვს გამოთქვამდა მაშინ რომ ვიღაც პიროვნების ინტერესებს აქვს რომ რაღაც უნდა გააკეთონ ვალიკო მესხიას ციტატას გულისხმობ რომ სამონადირო მეურნეობა უნდათ და მოვლის მოსუფთავება უნდათ რომ ხელი არ შეუშალოთ ეს სამონადირო მეურნეობის ლიცენზიაც მიიღეთ ანუ ყველაფერი რაც მათ ვარაუდს გამოთქვამდნენ რეალურად მოდი რას ემსახურება ცილის წამება როგორღაა რატომ უჩვენეთ ამ ხალხს არ გინდოდა თუნდაც იმას რომ ამას ამბობს რომ ეს კოხოძიდან შეიძლება მოდის არ უნდა მახსენოს მე ხო არ ვახსენებ სამონადირო მეურნეობის ლიცენზიის მეპატრონე თქვენ არ ხართ ახლა მე რა ხო მე არასწორი თქვენს მე მაგაზე კი არ ულაპარაკიათ რომ აი მოვიწროებს და მართვებს და წართვება უნდა და ამ შემდეგ და ეს უნდა გამოვიდეს რომ თქვას რომ ეს ვარაუდი იყო და უკაცრავად ბოდიში არ არის ეგრე მაგრამ ეს ვარაუდი ხომ დადასტურდა ახლა რა დადასტურდა რით დადასტურდა ეს ადამიანი რაც წამს რომ სამონადირო მეურნეობის გაკეთება უნდა და ველის გასუფთავებაო რეალურად ხო მიიღეთ სამონადირო მეურნეობა თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა რომ სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ გვერდით იქ გლები იქნებიან და ვესვრით იმათ თუ რა აი თქვენი მიზანი არ ყოფილა რომ ეს ხალხი რამენიერად დაგეშინებინათ და მათ წინააღმდეგობა რასისულელია საერთოდ ხარები მან გამოთქვამენ საუბარს იმაზე რომ მოურიგდეთ და ეს დავა დასრულდეს მოურიგებით და იქ პროცესზე არსებულია ვინც არიან მოსარჩი მოპასუხე მხარეები თვითონაც აღნიშნავენ რომ ბატონ თემურის მიმართ საერთოდ არანაირი პრეტენზია არ აქვს ეს მართლა ვარაუდი იყო და იმას ისიც თქვენ გითქვით და ისინიც ამბობენ დღეს მაგას მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში დაწერილი და გაჟღერებული როგორც ვარაუდი ისი არ ყოფილა იმას იმ ფაქტს აღიარებენ რომ ამის უკან შეიძლება ერთი ადამიანი იყოს და მე ძალიან კარგად ვიცი ვინ შეიძლება იყოს და ასე შემდეგ მაშინ იმ პირობებში საერთოდ არანაირი ინტერესი არ ქონია ბატონ თემურს იმისი რომ ეხა იქ ტერიტორიაზე პირობითად თავის სამართლის წარმოება დაეწყო პროკურატურას მივიჩნიეთ რომ ეს იყო მისთვის რეპუტაციული შემოხველი გაცემის ცნობა. თვითონ ეს ადამიანები აღნიშნავენ იმას რომ საერთოდ არ იცოდნენ რომ ამ ესეთი ფორმით გაჟღერდებოდაო და ესეთი ფორმით მოხდებოდაო რეპორტაჟის გაკეთებაო. არანაირი პრეტენზია ჩვენ ბატონ თემურთან არ გვაქვს და მზაობას გამოთქვამენ იმაზე რომ დავასრულოთ მორიგებით. ანუ ზუსტად აი ეს კი ახლაც. სამონადირო მეურნეობის ლიცენზია ისე იყიდეთ რომ ამ პროცესში ადგილობრივები არც ფორმალურად, არც ოფიციალურად, არც ფაქტობრივად არნაირად არც ერთ ეტაპზე ჩართულები არ ყოფილა. ახლა რას ვამბობ? ბუნებრივია თქვენ არ გეკისრებათ კანონმდებლობით იმის ვალდებულება რომ საჯარო შეხვედრების ორგანიზება გაგაკეთებინათ, ეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა, გარემოს საქმის სააგენტოსი, მაგრამ წეგან იმიტომ დავსვიკით ხო მათ შორის იცოდით რომ იქ ხალხი ცხოვრობდა და ისინი ყველა ეტაპზე იყვნენ იგნორირებულები. მათ შორის დოკუმენტურად გამოითხოვე
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ინფორმაცია რა დაადასტურებდა, რომ ეს ხალხი ტაბუცეთის, მამანეთის და უდაბნოს ცხოვრობლები და საერმის სხვა ცხოვრობლები რამენაირად რომელიმე ეტაპზე იყვნენ ჩართულები და ერთ ეტაპზე სახელმწიფო მისველი დამადასტურა. მოგისმენთ როგორ იყვნენ ჩართულები და თუ არ ყოფილან ჩართულები, ეხლა ვიცით რომ პრინციპულად წინააღმდეგია ეს საზოგადოება, ამ ხალხს გულისხმობს საზოგადოებაში ამ პროექტის განხორციელების. აი როგორ გეგმავთ ამ პროექტის განხორციელებას, როგორ აპირებთ მათთან ურთიერთობას, თუ მათ გარეშე განახორციელებთ სამონადირე მეურნეობას? ერთი არ არის სწორი ინფორმაცია, ჩართულები იყვნენ, საჯარო განხილვაც იყო, საჯარო განხილვაზე თორნიკე ესწრებოდა და ეს ხალხი იყო იყვნენ, ყველა არის სოციალების, PPO-ების, სოციალი არ ვიცი ხო თუ არა? ბატონო, როცა ბოლოს შეხვდით თქვენ ცალკე როცა დაიბარეთ, იქ დააფიქსირეს, რომ არ ყოფილან მათი ნაწილი. თუმცა გამოცხადა ყველა ვებგვერდზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიბარა თქვენი წარმომადგენლები, ჩვენს სახელები და გვარები, პირადობები არ გამოგვირთვევია ვინ იყვნენ კონკრეტულად. და შემდგომ უკვე როცა რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ, პრეტენზიები დაფიქსირდა, ბატონოთებმა დამატებით გამართა შეხვედრა ამაზე. ერთი ოჯახი იყო. ვინ მანდ შეგიძლია მითხრათ? კი, ახალგაზრდები ძალიან მნიშვნელოვანი. სასტუმრო აქვს, ახალგაზრდა ბიჭი აქვს, არ დასახს ვერ იხსენებ. იყო, იმიტომ რომ მე რო ჩავედი შეხვედრაზე ამ ბიჭმა მითხრა რომ ჯერ მოვიდა არ ვიცი არ მახსოვდა რაღაცა მიწა გადმოდიოდა რაღაცაო და ეს მიწაო მერე ჩემ მშობლებს თქვენო გადაეცდო და დიდი მადლობაო და ვერ გნახეთ დღემდეო და რო ჩავედი შეხვედრაზე მე ვიყავიო დავესწარიო ამას და ვინ არის შემილია ამ დასახელი სოფლების მცხოვრებლები აი ირაკლი იცის გორგოზე ახლა მიტომ ამბობ მე რომ აი მერე ზოგი ადვოკატი, ზოგი მეზობელი, ზოგი ჟურნალისტი აკეთებს ამ ხალხს და ჩამოვიდა ეს ადამიანი, რომელიც ჯოზეც რამე ეჭვდათ? არა, ვარაუდი. ხო და ხო ვარაუდზე ვარაუდი სილის სამბად მიიჩნევთ თქვენ. თქვენ ხوار მიიჩნევთ. მე არა. ხო და ვარაუდია. ხო და მე ვარაუდის გარდა სხვა რამის. ამიტომ ეს ადამიანი ჩამოვიდა თქვა რომ ესწრებოდა თვითონ იყო, ეხლა რა არის ძალით ვერ მოიყვან ადამიანებს. აქ მე შეიძლება ვიღაცას უთხრა თავისმა ადვოკატმა ან ჟურნალისტმა არ ჩახვიდი, არ დაესწრო, იმიტომ რომ გამოგვადგება მე საქმეში. ნუ შევიყვან შეცდომაში ამ ხალხს, იმიტომ რომ სამონადირო მეურნეობა რას ნიშნავს? ახლა გელი შეუვარდება სახში თუ რა? მაგას კითხავთ, მაგრამ როგორ აპირებთ ამ ხალხთან ურთიერთობას, რომლებიც პრინციპულ წინააღმდეგებია? სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ამ ლიცენზიის გაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ძველი ალტერნატივასთან ერთად. რა უქნათ ვერი ახლა? თუ არასწორი მოხდა მე გაკეთებული, მაშინ სასამართლო გაუქმებს ამ ლიცენზიას კი ბატონო. სათავართ სასამართლოზე მივალთ. პრობლემა კი ადგილობრივი მცხოვრებლები წინააღმდეგები. კარგი ახლა თუ 10000 კაცს მოწონს ჩვენი სამონადირეო მეურნეობა და უზარმაზარ და ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ, უკვე პირველი პარტია თევზი გაუშვით, დათევზიანება დავიწყეთ. ეხლა აი ძალიან მაგარ გამოფენებზე ვიყავი მოვასწარი, ერთ ორ გამოფენაზე ჩასვლა. აი ეს არის ნიურნბერგის გამოფენა, ეს კულტურა მინდა დავნერგო ჩვენთან. მე და ჩემი შვილი ვიყავით. რას ლაპარაკობთ? უზარმაზარ საქმეს ვაკეთებთ. მილიონები უნდა დავხარჯო მარტო სარეკრეაციო საქმეში, ეს არის საერმის სარეკრეაციო ფერმას მე რაიმე ადგილობრივების მონაწილეობის გარეშე. თუ ადგილობრივის მონაწილეობა რას ნიშნავს, კაცო, 6 რეინჯერი ავიყვანე და 6-ვე ადგილობრივი ახლა გინდა თქვენ თუ გინდა თუ არა თუ ახლა სოციალია იყოს რეინჯერი, იყოს ბატონო საწინააღმდეგო, მე ჩავედი და უთხრა რომ აი ლიცენზია მოვიპოვეთ მეგობრებო, რომ იცოდეთ ობძანდით 1000 ლიცენზიის მოპოვების შემდეგ. დიახ, თავიდან ახლა საჯარო განხილვა იყო და თუ არ მოდის საჯარო განხილვაზე ადამიანი რა გავაკეთოთ ახლა ძალით მოვიყვანოთ? არ მოვიდა საჯარო განხილვაზე 6 ადამიანი ის ვისაც თქვენ ამბობთ მოვიდა 120 ადამიანი და რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ 6 ადამიანს 6 ადამიანია 7 ხო მეტი ხო არ იქნება აბა რამდენი ოჯახია საერთოდ რას მეუბნებით ახლა თქვენ ოჯახს აქვს სხვადასხვა გადაგებული და ეგ მე არ ვიცი ზუსტად რამდენი ოჯახს აქვს კიდევ 9 რეგისტრაციის პროცესია და გაჩერებულია აი ისიც ვის არ უნდა მაგმეურნეობის სარეგისტრაციო ფონდის გადაკეთება აი ეს არის ის ვებხია გაცხოველია თუცნო არა სამცხორ მე მონადირი არა ვარ არც ბაკონიერი მიწვევდეს არჩვია გატყაული არჩვია თქვენ უფრო გეცოდინებაც ხო არჩვია სამონადირო გამოცდილება აი რატო შემოღობა მე იქ რომ მწვადები და ცეცხლი გააჩინოს ტყეში და მე მგონი ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და ყველამ კარგად ვიცით რომ რიცი დამთავრდება მე მან წვადი შეწვა და ტყის გადაწვა და ნამდვილად არჩვია ეს ნამდვილად არჩვია ეგ არა ესა სხვას გავს ეს ხო ესა ამიტომ არ შეიძლება
არ შეიძლება ესე მიუდგეთ ახლა არ ხომ საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. არ შეიძლება ხო წაშალა იმ ეს ადამიანს. როდინდელი ფოტოებია. ნუ დაახლოებით ერთი გასული წლის თუ ან როდის მოხდა ეს ფაქტი? ეთქვა გასული წელს მე მგონი. არ შეიძლება ან თქვენ ეს ფოტოები იმის მტკიცებულებად მაჩვენეთ ახლა რომ მის წინააღმდეგობა ამაზეა დაფუძნებული? ხო რა თქმა უნდა ბაღდათის მერი როდესაც მას ინტერვიუ უთხოვეთ და ქუჩაში მოვახერხეთ ჩაწერა ხშირად უთვითებდა რომ ბრაკონიერებს არ უნდათ სამონადირო მეურნეობის შექმნა რა თქმა უნდა და არ ამბობდა მე რამდენჯერმე ჩავეკითხე მას განზრახ რომ ვის გულისხმობდა და ანუ ვეფხია მესხიას გულისხმობს ბრაკონიერში მომისმინეთ ალბათ შეიძლება მე ვერ გეტყვით ახლა კახასმაგერ ნაცვლად ვერც მე ვერ ვიტყვი რომ ის ნამდვილად მაგრამ სურათია გადაღებული ახლა შეიძლება იმის მოკლა არ უნდა მოკლა ხო? არ უნდა მოკლა. ის თუ მოკალი უკვე ბრაკონიერი ხარ. ჩემთვის რაც მე ვერ ვიტყვი რომ ის ბრაკონიერია, მაგრამ ამ სურათებიდან გამომდინარე ბრაკონიერი გამოდის ახლა. და ამიტომ იყო ის თუ რაღაცა შემოღობა ხო და ებუქრება იქაურობას თქვათ ხიფათი, იგივე შემოღობით ამიტომაც უსაფრთხოების უფროსმა გაამახვილა ყურადღება. 6-იო რომ მოთითებით, 6-ივე ასეთ მდგომარეობაშია? არა მგონია ახლა. 6-ივე ბრაკონიერობს, დაუშვათ ეს ფოტოზე ასახული ფაქტი მივიჩნიოთ მნიშვნელოვანი მტკიცებულება. არა მგონია რომ 6-ივე. მე არ ვიცი რა შეხედავ. სხვაებიც ასეთ მდგომარეობაშია, სხვაებიც ბრაკონიერებია. მე აი მომიშნეთ, არა, მე არ მგონია რომ ბრაკონიერებთან, მაგრამ უყურეთ რა შეასახა. მე რო ჩავდივარ და ველაპარაკები ამ ადამიანებს და უხსნი რომ რა შეიძლება მივიღოთ ამ რეკრეაციული ფერმიდან, ხო? დიახ. მისმენენ და კარგად როგორც წამოვარდა მე არ ვიცი ჩადიან სხვები ხო? ბიჭო მე ეს ადამიანები იცვლებიან და ნუ არ უნდა გავაკეთოთ ეგა უნდა აუხსნათ რომ რა იქნება არ გულისხმობ გავაკეთოთ და განმე მიყურეთ თქვენ თალებ მეუბნება მე მგულისხმობთ ეს კანა შეუძლებელია ეხა ეს არა რას ნიშნავს რეკრეაციული ფერმა არ გულისხმობ მე ზოგადად აი ადამიანები აი რა არის შეცდომაში შედიან მე შეცდომაში ძალიან მაგარი რაღაცებს ვაკეთებ და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ რომ ძალიან მაგარი რამე იქნება ძალიან მაგარი სულ 4-5 წელიწადში ამ ხის განმავლობაში მანამ სანამ იქ ჭარბი არ იქნება და ამოსაღები ნადირი და ცხოველი არ იქნება ვერავინ თოფს ვერ ისვრის გამორიცხულია აი რაც არ უნდა გააკეთოს ახლა აი ვეხო იქნება ვინც იქნება თოფს ვერ ისვრის ახლა არ არსებობს იმ დღეში როგორ უნდა გადაადგილდეს აბა ზემოთ სახლია რაც უნდა იქ იყოს თოფს ვერ ისვრის თოფიც არ უნდა გქონდეს და არ უნდა იაროს თოფი თუ ექნება თან უნდა გქონდეს დაშლილ მდგომარეობაში თქვენ ნახი გაქვთ ის ბილიკი რომელიც მის სახლამდე მიდის იქ ბევრი ბილიკია. მე ავედი, ღამით მომიწია სამწუხაროდ დამახა. ბევრი ბილიკია, ბევრი ბილიკია. შეუძლებელია იარაღის გარეშე ახვიდე, იმიტომ რომ შეიძლება ნადირი დაგესხას თავს ელემენტარულად. ხო, ის ნადირი ახლა თუ მომრავლებულია მგელი, ამოვიღებთ მგელს, მაგის ყველაფერი საშუალება გვაქვს. ანუ ადამიანებმა, რომლებიც დღეში გადაადგილდებიან ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისთვის, თავდაცვა როგორ უნდა უზრუნველყო? არა, იქ ნადირი, იქ არანაირად, იქ თოფით ვერივლიან გამორიცხული. ვერივლიან, ეგ თავიანთი საქმეა. სამონადირო მეურნეობის ლიცენზიის პირობების თანახმად თქვენ ვალდებული ხართ, რომ ხელი არ შეუშალოთ ადგილობრივ მოსახლეობას სანადირო მეურნეობების ასევე პირობას კითხულობთ. შეუშალოს სანადირო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული შესაბამის ფართობების ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის მიზნით გამოყენებაში, რაც თავისთავად მოიაზრებს ტყეში გადაადგილებას, საქონლის გადაყვანას, საკვების მოპოვებას, დასრულებას, ლაშქრობას და ასე შემდეგ, ხო? აი ჩვენთან ინტერვიუში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თქვეს არავეფხია მესხია, მხოლოდ რომ მათ ასეთი პრობლემები უკვე შეექმნათ. საირმის ზოგიერთ მონაკვეთზე გზა გაქვთ ჩაკეტილი მაგალითად აი გრძელ გორზე მისასვლელ გზაზე, რომელსაც ასასვლელი არ აქვს, გაქვთ შეგნული ჭიშკარი და მის იქით გადავლისუფლებას არავის აძლევთ და კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო ჩვენ რაც შეგონთხვა თქვენი კურორტის წარმომადგენლების მხრიდან ბაღდათი აბასთუმნის გზაზე გადავაადგილდებოდით და გზის შიხში გავჩერდით არავის კერძო საკუთრებაში ხაზი მინდა ამას გაუსვა და თქვენი დაცვის თუ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აგვიდევდნენ და გთხოვეს გადაღების შეწყვეტა შესაბამისი ნებართვის გარეშე და საჯარო სახელმწიფო სივრცეში ეს კანონერი არ არის და რატომ აძლევენ ამის უფლებას თავის თავს ვერ გეტყვი ხო ხედავთ მე მეგობრებო რომ აგერ მოგიყვანეთ და გადაგაღებინეთ და იგივეს გეტყვი მათაც რომ მომავალში მსგავსი რამე არ გააკეთეს თუ ეს ვინმეს
ხო და თუ ასეთი ფაქტები უკვე ფიქსირდება, როგორ უზრუნველყოფთ, რომ უკანონო შეზღუდების ქვეშ არა, ეგ არასებობს. არა. ეხლა თითოეულ არა. ძელგორი, აი ეგ არის რაღაც სისულელეებზია საუბარი, ჩემი ასეთ. ძელგორი რას ნიშნავს ძელგორი კაცო? იქ სასტუმროა გაკეთებული და სასტუმროსთან იქ სახიფათო გზაა და იქ ასვლა არ შეიძლება, ამიტომ ჭიშკარია გაკეთებული და დავკეთეთ, თორე ჩვენ ის როცა გზა გაკეთება, ეხლა დაიწყება გზის კეთება, გაზაფხულზე თოვლია დიდი, იქნება გზა კარგი და ყველა ავა და რავი ტურისტი და მათ შორის ვეხო, ვეფხო, რავი სულ ყველა ავა, მათ შორის ტურისტები. რა თქმა უნდა, აი ახლა დიდთოვლობაზე იქ რო ვერავინ არ ადიოდა, მე ჩემი ტექნიკით მთელი საერმის ტერიტორია გავწმინდე, საერმის თავზედაც არ უყანე ტექნიკა, გავწმინდე რომ შეიძლება ვინმეს გავწმინდა ვიყო წლის ვიღოთ. ხო, მე დაგერეგავთ და გაგიწმინდათ. მეორე დღიდან უკვე ჩვენ სახელმწიფოს თხოვდით ამ ვალდებულებას და სახელმწიფო ახლა ბევრი გზები გაწმინდა, მაგრამ ვერ უასწროდა საერმისები ჩვენ გავწმინდეთ. ანუ არ შეზღუდავთ ადგილობრივებს. როგორ კაცო. ანუ ამ ფაქტებს ოპტებს იმაზე რომ ეს პრაქტიკა იქნება და ოპტიკა გავუკეთე, ხალხს ანძები დავაყენე, რომ მაგთის დაეჭირა კარგად და გზა გავაკეთე და რა ვიცი, დენი მივეცი, მათ შორის იმათ, ვინც მე მიჩივის. ვისაც ჩემს საჩივარი აქვს დაწერი. დენი მივეცი რომ მეთქი ბიჭო განათება გექნებათ. ლიცენზიის კიდევ ერთი მთავარი პირობაა რომ სანადირო მეურნეობის სამონადირო მეურნეობის ტერიტორიაზე უზრუნველყოთ დამსვენებლების ტურისტების ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებასთან ერთად მათი უსაფრთხოებაც. ჯერ კიდევ ვიდრე აუქციონს ჩაატარებდა გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვის და მხედველობის დეპარტამენტი თავის ერთ-ერთ წერილში უთითებს რომ უმნიშვნელოვანესია სანადირო უბანი მაქსიმალურად იზოლირებული იყოს საკურორტო რეკრეაციული ტერიტორიიდან. როგორ აპირებთ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რომ როდესაც სანადირო პროცესი იქნება მონადირის მიერ გასროლმა ტყვიამ ვინმე არ დააზიანოს ან არ იმსხვერპლოს, მით უფრო რომ ასეთი ფაქტი სხვა სანადირო მეურნეობის ტერიტორიაზე მომხდარია ერთხელ. არა. როგორ მოდით თქვენ რუსი ადარებთ იმ თქვათ გავრცელებულ პრაქტიკას, რაც საქართველოშია და რაღაც ჩემი აზრით არ არის კარგად გაკეთებული, ჩვენ აბსოლუტურად სხვა პრაქტიკა გვექნება, სხვა რამეს გავაკეთებთ. ტერიტორია არის 13,000 ჰექტარი. აქედან სარეკრეაციო ზონა, ფერმა, სადაც მართლა ფერმა უნდა გაკეთდეს და გავაკეთებთ, სადაც ირმების მომრავლება იქნება, არჩვის ასე შემდეგ. გაშვება ტყეში, მაგრამ სადაც შეიძლება თოფი გავარდეს და ინადიროს ვინმე, ეს შეიძლება რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდეს, შეიძლება მოხდეს დაუშვათ მომავალ წელს, მხოლოდ მგელზე, ტაცებელზე. ისიც იმ შემთხვევაში, ეხლა როგორც კი ამინდები იქნება, დავითვლით იმას გარემოს დაცვის სპეციალისტებთან ერთად და თუ არის ზედმეტი და თქვათ უკვე ავნებს მოსახლეობას, მგელს ამოვიღებთ. ისე მგელს არ ამოვიღებთ, იმიტომ რომ ეგეც ასე ვთქვათ საჭიროა მგელს. აბსოლუტურად სხვა ტერიტორიაზე მოხდება თოფის სროლა და შემოფარგლულ ადგილზე. ისე რომ ტყეში ნებისმიერ არ არის აბსოლუტურად სხვა ადგილზე იქნება ნადირობა, სადაც ადამიანები არ დადიან საერთოდ, არანაირი საქმე არ აქვთ. ეგ ტერიტორია ჩვენ დღეს გამოვართვით, სადაც ჩვენ მოვიაზრებთ, ჯერ უნდა დავწეროთ, მაგრამ მოვიაზრებ იმ ადგილებს, სადაც გამოვართვით, დაახლოებით 2000 ჰექტარი, ხო, 2500 ჩინელებს, რომელსაც აქვს ჭრის ლიცენზია. ჩინელებს შევუთანხმდით, ორი ლიცენზია, ერთი მაგათი ჭრის და 28-ში უთავრდებათ, ხო? 28-ში უკვე ვეღარ მოჭრიან ხეს, ეხლა ჭრიან ჩინელები. მარტო იმ ადგილში იქნება თოფის სროლა. გამორიცხულია საერმის ზემოთ. ეს იქნება საირმემდე. ლიცენზიის უმთავრესი პირობა, ანუ ყველაზე მთავარი არის არჩვის აღწარმოება და მე სამინისტროსთან შესაბამისი შეთანხმება წარდგენა და ასევე კიდევ ერთი მთავარი პირობაა, რომ სალიცენზიო ფართობზე მოაშენოთ ირემი. დიახ. ბუნებაში მისი გაშვების მიზნით. ირმის აღდგენა თქვენი იდეა იყო? ჩემი იდეა რომ როგორმე იქაურობა დავიცვათ. დავიცვათ ბრაკონიერებისგან, დავიცვათ თქვათ ტყე რო არ მოგვიჭრან, არ გავინადგურონ, აი ერთი ისტორიული სურათიც ფოტოებიც აქვს როგორც ხედავ. ხო, ერთი მაგარი ისტორიული სურათი ვნახე, აი 2011-ში როცა სასტუმრო უკვე გაუშვით, აი 2011-ში. აი ამ სასტუმროდან რო ის გავაკეთეთ,
აქ ფანჯარა არ ქონდა სასტუმრო სხვათა შორის არც ერთი ხო და შუშები არ ქონდა. აი ეს არის 2000 ადა ძველი და ეს ახალი რო გავაკეთეთ. საერმის გარშემო იყო ჭრაზე გაცემული ლიცენზია. ხეტყის. ტყეკაფის ლიცენზია ქვია. აი ნახეთ როგორ დადიოდა მანქანები ღამით. რუსული დიდი რა ვიცი მანქანები სავსე ხეტყით დადიოდა ესე ღამით. შეხავდნენ მორები გაქონდა. ხო, ნუ მაგათ კანონიერად ქონდათ ყველაფერი, უკანონო არაფერი არ ყოფილა იქ. ამიტომ ჩვენ მონაცვლეობა გავუკეთეთ სხვა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ აბსოლუტურად სხვა ხეობაში და ჩემი აზრით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა მაშინაც და ეს სურათი არ ვიცი ვინ გადაიღო. ეხლა შემთხვევით ნახე გარადაში ძალიან ისტორიული სურათია 2001 წელს. ეს რო გაგრძელებულიყო. წარმოგიდგენთ დღეს რა იქნებოდა საერმეში? აი ეს რო გაგრძელებულიყო და აი საბავშვო მოედანი რო ყოფილიყო ესა. სწორად მაქვს სურათი. აი საბავშვო მოედანი რო ყოფილიყო, აი ესა. ეხლა რა გვაქვს ჩვენ საბავშვო მოედანი? და ამ სასტუმროს ნაცვლად რა არის დღეს? ირმის აღდგენის იდეასთან რატომ მივიყვანეთ ეს შედარება და ეს ფოტომტკიცებულება? ყველაფერი ერთად არის ეს ირემი ჩვენ მუშაობთ ახლა გარემოსდაცვასთან, სამონადირეო მეურნეობების კანონმდებლობაც იცვლება და ეხლა გააქვთ პარლამენტში მუშაობენ და ჯერ არ არის. ხო, ეხლა გააქვთ, ნუ ეგ ჩვენთან არის კავშირში უკვე, არის კავშირში რა თქმა უნდა. რამოდენიმე მიმართულებით მუშაობთ, მათ შორის დაღესტანიდან გადმოყვანაზე. ირმის? ეგ ჰაბიტატი ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე საერმის ტყისთვის შესაბამისია. ხო და აი გეუბნებთ, რამოდენიმე მიმართულებით მუშაობთ გარემოსდაცვის სპეციალისტებთან ერთად. როცა ჩვენ გვექნება იმ ირმის აი თქვათ თავისი საბუთები, გენეტიკა ამავდროულად მე არა ვარ ექსპერტი ამ საქმეში და ბოლომდე ვერ შევალ, თუმცა ვსწავლობ ახლა და ერთი ორ თვეში მეცნიერება კარგად. აი დავდივარ გამოფენებზე და ვსწავლობ. როგორც კი გვექნება გენეტიკა ირმების და არჩევების, ამის შემდეგ შესაძლებელია გადმოყვანა. თუ გადმოვიყვან და ეს არ იქნება იმ გენეტიკის რაც არის იქ გავრცელებული, მაშინ ტყეში გაშვების უფლება არ აქვს. მაშინ ის შემოღობილში უნდა ყავდეს და ტყეში ვერ გაუშვებ. მაგრამ ირმის მოშენება თავისთავად იმ საშენს ცალკე ლიცენზია სჭირდება, კიდევ დარწმუნებული ვარ იცით ეგ ამბავი, მაგრამ ირმის მოშენება არის ლიცენზიის ყველაზე მთავარი პირობა მათი ბუნებაში გაშვების. მე ხომ მაგარი საქმეა. საიდან აპირებთ? ხო გითხარით როცა? დაღესტნიდან? არა მარტო, უამრავი შემოთავაზება გვაქვს, მუშაობთ. ხო და ეს სადედე ინდივიდების მოპოვებაც შესაძლებელია. კი, რამდენი ხარირემი უნდა იყოს, რამდენი ნუსხაშია და თუ რადგან ლიცენზიის მთავარი პირობაა ირმის მოშენება და მისი ბუნებაში გაშვება. ანუ ჯერ არ გაქვთ ესე იგი. ცოტა მოგვიანებით. არა. ეხლა როგორ იზამთ ამას? შეიძლება რომ ვერ განახორციელოთ ეს პირობა? არა, განახორციელებთ, რატო ვერ განახორციელებთ? ანუ ჯერ არ გაქვთ არაფერი. განახორციელებს სამოქმედო გეგმა ეხლა იწერება. ეს არის წინასწარი, რაც არის ლიცენზიაში ჩაწერილი, მაგრამ სამოქმედო გეგმა ეხლა დაიწერება და ზუსტად აისახება იქ ყველაფერი. როდის შემოვა, რა შემოვა, საიდან შემოვა, რა გენეტიკის იქნება, ეს შეთანხმებული იქნება სახელმწიფოსთან. ირემი გინახავთ საერმეში? აღარ არის ირემი. საერმია და ირემი უნდა იყოს. ევროპაში ხო დადიხართ? დიახ. აი ირემი და შველი რო გამოდის გარეთ. ირმის პოპულაციას ინდონეზია გაამრავლებთ, რომ ის ტურისტებისთვისაც კი ხილვადი იყოს. რა გარწმუნებთ ამაში? გელა. დიახ. 66 წლის ვარ, 30 წელია ბიზნესი მაქვს და 1.6 მილიარდი მაქვს ბრუნვა ამ ქვეყანაში და რაიმე ვთქვი და ვერ გავაკეთებთ. ესედია თავს ხო არ მოგახიათ სამინისტრომ ირმის აღდგენის. არა. გულისხმობ, როდესაც დავით ხიდაშას მისცეს რაჭაში 104,712 ჰექტარი ტყე 59 წლის ვადით სალიცენზიოდ, ლიცენზიის ფარგლებში. და მე ხიდაშელის წარმომადგენელმაც განმარტა ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, რომ ირმის აღდგენის იდეა მათ სამინისტრომ შესთავაზა იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი მხარე შეეძინათ სამონადირეო მეურნეობისთვის. თქვენ შემთხვევაშიც ასე ხომ არ მოხდა უბრალოდ? ჩვენ გვინდა რომ ირემი იყოს ბევრი საერმეში. ბოლოს საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ნათქვამია სამონადირო მეურნეობასთან მიმართებით, რომ ეს შექმნის იქ ახალ სამუშაო ადგილებს, რომ დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობაზე, ხომ არ გაქვთ რაიმე დოკუმენტის სახით, რომელიც ამ სამონადირო მეურნეობის ეკონომიკურ ეფექტურობას ასახავს?
რა მოუტანა უკვე? არა. საერთოდ რას მოუტანს? ეს ხომ არ გაქვს უკვე გაწერილი რომ მე გეტყვით უკვე რა მოუტანა. დაახლოებით 9 მილიონი ლარი დავხარჯეთ უკვე ამ რეკრეაციულ ფერმაში შევიძინეთ ძალიან მაგარი მანქანები გადავეცით. შევძინეთ ძალიან კარგი ფორმები, მივიღეთ ხალხი სამსახურში 7 ადამიანია, 1200 ლარი აქვს მინიმალური ხელფასი თითოეულს. რაც იმაზე მაღალია, ვიდრე სახელმწიფო. ხო, და ეს ადამიანები ადგილობრივები არიან, 7-ვე. და კიდე გავაგრძელებთ ახლა ესეთი მკვეთრი გავლენაა, რომელიც განსაკუთრებულ ეფექტურობაზე მიუთითებს ეკონომიკური თვალსაზრისით ამ მუნიციპალიტეტის. ბიჭო, მუნიციპალიტეტს 4 მილიონი ლარის ხელფასს არიგებს საირმე. წარმოგიდგენთ რას ნიშნავს? წარმოგიდგენთ 14000 მოსახლე რო არის და იქ რას ნიშნავს 4 მილიონის დარიგება წელიწადში? კურორტი. და არა სამონეტირო მეურნეობა. ხო და კურორტი რო კიდევ განვითარდეს და კურორტი რო არ წაიქცეს და არ დავკეტოთ, სამონადირო მეურნეობაც უნდა გავაკეთოთ. იქ სათხილამურო ტრასებიც უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი. მე თქვენ ამას კომპლექსში განიხილავთ. დიახ, რომ არ დაგვიზიანონ და ეს რა ქვია, მწვადები არ შეწვან ტყეში და ხანძარი არ გააჩინონ. ამისთვის ავიღეთ იჯარით ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ არ არის კანონმდებლობა მაგას არ გაწევს მაგის საშუალებას და გავიტანეთ აუქციონზე და ავიღეთ ლიცენზია და მივიღეთ ეს ტყე და მე ტყუილად ხო არ ავიღებდით. სამონადირო მეურნეობის გასაკეთებლად და რეკრეაციული ფერმის გასაკეთებლად უბრალოდ. ეს ყველაფერი კომპლექსში მე არავითარ შემთხვევაში არ დავხარჯავ იქ ათეულობით მილიონს. თუ ხედავ რომ ვიღაცემა იქ შეიძლება გადამიწვან საერთოდ ის ტყე და დამიტოვონ მარტო ის სასრიალო ტრასა, ამ გვერდით შეიძლება რაღაცა ქოხები ამიშენონ? არ შეიძლება. მე უნდა ვიყო დაცული. დაახლოებით 6 კილომეტრის რადიუსი. ამ ქოხებს ხას უსვამთ ხოლმე ისე. ეს უსახური ქოხები, რომელიც მამალიცკენ მიმავალ გზაზე აშკარად გაღიზიანებს. კი. კურორტის ტერიტორიაზეა. ვინმე მუთხრა აქ დაანგრია და წაიღო. კურორტის ტერიტორიაზეა. იმ ტერიტორიაზე იმ მიწაზე მე გადასახადს ვიხდი. უნებართუა ყველა. ყველა უნებართუა აბსოლუტურად. მაგრამ როგორ ავყარო ახლა ისინი აქირებენ იმას ზაფხულში ღია ტუალეტები აქვს და აბინძურებენ იქაურობას და რა გითხრათ მეტი მაგრამ როგორ ავყარო ხო ხალხია ცოდუა და ვერაფერს ვერ ეუბნები უხერხულია ვიცნობენ და შემდეგ მაგრამ ალბათ ოდესღაც მე რო ვეღარ გააქირებენ და კურორტი სხვა დონეზე გადავა და აღარ ეყოლებათ ისა ან უკეთეს გააკეთებენ ან სხვაგან გააკეთებენ კოტეჯს და იმათაც ვეუბნები, დღეს ვეუბნები, რომ სადმე უკეთეს ადგილებს მოგცემთ, გადადით, არ გვინდა ეს ბინძურე, მოვშალოთ, დავანგრიოთ გზაზეა, გზის პირზეა თა. ნახე მაქვს. მერე, კარგია. ხო და ეხლა იმ ადამიანებს თუ ეთქვით, რომ ნუ გეშინიათ აგერევარ ჩვენ. თუმცა მე საკუთრებით ჭრილში არ შევდივარ, არ ვიცი. აი ჩვენ დაგიცავთ, ნუ გეშინიათ, ჩვენ დაგიცავთ, ახლა მან და თუ ვინმე მოვა და მერე გამოიქცევიან და არიქა და ინტერვიუში ჩაწერენ, რომ აი გვიშველეთ, გვანგრევენ, გვიშელეთ ამიტომაც ისინი მას არ გადაიტანენ არსად, იმიტომ რომ ესეა რა. მთავრობამ 2024 წლის აპრილში 1000 ლარად მთელი მთა მოქცათ მნიშვნელოვანი ნაწილი ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში 59 წლით. პირდაპირ მიყიდვის ფორმით აუქციონის ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ცხადია პირობით, რომ იქ 750 ნომრის მქონე სასტუმროებს ააშენებთ, სათხილამურო ტრასებს მოაწყობთ, არნაკლებ 100 ადამიანს დაასაქმებთ და 80 მილიონს დახარჯავთ. ეს პირობებიც ვნახეთ განკარგულებაში. ეს გადაწყვეტილებაც ისია მიღებული, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, როგორც იმ შემთხვევაში ვარ დარწმუნებული თქვენი უარყოფის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ შემთხვევაშიც მთავრობამ გადაწყვეტილების მიღება უწყებებმა არაფრად ჩააგდეს. ვანის სოფლებში პირველად ჩემგან გაიგეს, რომ ალპური საძოვრები, სადაც მათ ზაფხულობით საქონელი დაჰყავთ და მკვიდრი მოსახლეობა ამას მრავალი ასეული წელია იყენებს, მომთაბარე ცხოვრებით ხასიათდებიან, როგორც თუშეთსა და ხევსურეთში, იქაური მესაქონლეების 9 საუკუნით თქვენ გადმოგეცათ, ხო, 59 წლით ფაქტობრივად. მთავრობის განკარგულების თანახმად ამ შემთხვევაში განსხვავებით სამონადირო მეურნეობისგან თქვენ არ გეკისრებათ ვალდებულება რომ იქ ვანის სოფლებში მცხოვრებლებს ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის გაგრძელებაში ხელი შეუწყოთ. ანუ განსხვავებული პირობა გაქვთ. აქ პირობა საერთოდ არ გაქვთ ამ ნაწილში. რას უპირებთ ამ ხალხს? თქვენ მრავალჯერ ახსენეთ ეს ქოხები რაღაცა ჩემი ადგილის შემოფარგლული უნდა იყოს. რომ ამ ხალხს რა
ბედიელის, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყაროც მესაქონლეობაა და ალპური საძოვრები, რომელიც ახლა თქვენ გაქვთ უკვე გადმოცემული ეს ნაწილი განსაკუთრებით, რომელიც ბაღდათის და ვანის მხარეს არის, მათთვის არის უალტერნატივო საზაფხულო გაზრდევარი. ეგ ადგილები ისტორიულად ეგრე იყო, სხვა მანდ არაფერი საცხოვრებელი არ ყოფილა არასდროს. საძოვრები იყო ისტორიებია, საძოვრებია დღემდე და დარჩება საძოვრებად. როგორ? ეხლა თვითონ სათხილამურო ტრასებს ჭირდება, რა ვიცი, 100 ჰექტარი. მეტი ხარ ჭირდება. დარჩება საძოვრებად. ვინ უშლით? პირიქით. ჯერ ძალიან ცოტანი არიან სამწუხაროდ. პირიქით რაც მეტი საქონელი ამოვა და აძოვებენ, ჩვენთვის უკეთესია. სანახაობა იქნება გადასარევი. მე დავეხმარები მაგათ კოტეჯს აშენებაშიც დავეხმარები, მე არა მაქვს ვალდებულება დავეხმარები. გზებს გავუკეთებთ, ჭაბურღილს გავუკეთებთ, დენს მივიყვანთ. დღეს არანაირი პირობა იქ არ არსებობს საერთოდ. საერთოდ არანაირი პირობა არ არსებობს. მაგათი გაუბედურებული ხებიც აქვს ნახული, ზაფხულში ავედი. გზა არის საშინელი. გზა თავისთავადაა, იმიტომ რომ კურორტი უნდა აშენდეს. გზა ექნებათ საუკეთესო, ცალკე გზა ექნებათ, თქვათ, საქონლის გადასაყვანად. საუკეთესო პირობებში იქნებიან. არის სათხილამურო კურორტთან და სასტუმროებთან ერთად საძოვარი გააგრძელებს სათხილამურო კურორტი კეთდება ფერდებზე, სწორ ადგილზედაც კისრიალებენ, მაგრამ ფერდზე კეთდება და იმ ფერდზე საძოვარი არ არის, ნაკლებად არის, ქვიანია ის ფერდები, სადაც სწორი ადგილებია. ის დარჩება ჩვეულებრივად, არავინ არ ეხება პირიქით. უზარმაზარ სარგებელს მიიღებენ არ შეეშლება თელი საქონლების გაგრძელებაში. პირიქით. საჩვენებელ პატარა ფერმასაც გავაკეთებთ, რომ ტურისტი მივიდეს, იქ იმერული ყველი ნახოს, როგორ თქვათ, იქ იღებს ყველს, როგორ მზადდება, როგორ აკეთებს, მაგასაც კი გავუკეთებთ და იქნებიან აი ესე რა, უსასყიდლოდ იქნებიან იმ პატარა ფერმაში. ადამიანები მე არ ვიცი ფილმში რამდენს არა. თქვენი პიარი, თქვენი პრესამსახური იწერს ამ ვიდეოს. ჩვენ ფილმში ცხადია მთელი ინტერვიუს ვერ ჩავსვამთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით რომ ფილმის შემდეგ ინტერვიუ ცალკე პროდუქტადაც გამოვაქვთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მზაობისთვის. ამ ფოტოებს არა. არნერი მე დასამალი არაფერი არ მაქვს. ცუდია რომ რაღაცა ჩაკი გაწუხებთ სამწუხაროდ, მაგრამ ნუ რას ვიზამ თქვენებაა შეგვიძლია.